იანვარში ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა. საქსტატმა 2026 წლის იანვრის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. ეს მაჩვენებელი 0.8%-ული პუნქტით უფრო მეტია ვიდრე დეკემბრის ინფლაცია. საქსტატის თანახმად ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდ გავლენას კვლავ სურსათის ჯგუფი ახდენს, სადაც ფასები წლიურად 10.6%-ით არის მომატებული. ყველაზე მეტად ფასები გაზრდილია თევზეულზე 20.5%-ით, ხილსა და ყურძენზე 16.9%-ით, პურსა და პროდუქტებზე 14.3%-ით. რა გაძვირდა და გაიებდა საქართველოში? იანვარში ნუცა შუბაშვილი გაგვაცნობს დეტალურ სტატისტიკას, ნუცა გისმენთ. ანუკა მოგესალმები. იანვარში ინფლაცია როგორც წლიურ, ასევე თვიურ ჭრილში დაჩქარდა, თუკი გასული წლის ბოლოს ფასების ზრდის ტემპი 4%-მდე იყო შენელებული. უკვე წლის დასაწყისში ტემპი კვლავ დაჩქარდა და წლიურად ინფლაციამ 4.8% შეადგინა. ამასთან, თუკი დეკემბერში თვიურ ჭრილში დეფლაციაც კი ფიქსირდებოდა, უკვე იანვარში დეკემბერთან შედარებით ფასები ჯამურად 1.2%-ით იყო გაზრდილი. წლიური ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათის ჯგუფს აქვს, სადაც ფასები წლიურად 10.6%-ით არის მომატებული. ინფლაციის ტემპი 3.9%-მდეა დაჩქარებული ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში, რისი მიზეზიც დიდი ალბათობით იანვრიდან თამბაქოზე აქციზის ზრდა და შესაბამისად სიგარეტის გაძვირება. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, წლიურად მაგალითად 8.3%-აა გაძვირებული ჯანდაცვის ღირებულება, გაძვირებულია ჰორეკა სექტორის მომსახურებაც, რესტორნებში, კაფეებსა და სასტუმროებში ფასები წლიურად 8.1%-ითაა მომატებული. საინტერესოა რა პროდუქცია და მომსახურება გაძვირდა ყველაზე მეტად იანვარში, მათ შორის სურსათის მიმართულებით. ანუკა დეტალური სტატისტიკის თანახმად ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელს შორის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასურსათო პროდუქტებსაც შევხვდებით, მათ შორის როგორც მაყურებელი ხედავს, მაგალითად ქლიავი არის 98%-ით გაძვირებული, ასევე ატამი არის გაძვირებული 37%-ით, კარტოფილი და ყველაზე მეტად გაძვირებულ მომსახურებას შორის შევხვდებით ასევე საავადმყოფოს მომსახურებასაც და მაგალითად ქორწინების ბეჭედიც არის გაძვირებული 49%-ით. როგორც აღინიშნა ამ მიმართულებით, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ იანვარში გაძვირებულია ისეთი სასურსათო პროდუქციაც, როგორიც მაგალითად პური, ამ მიმართულებით ფასის ზრდამ თითქმის 23% შეადგინა, ასევე 10% იყო გაძვირებული კვერცხი. აღსანიშნავია ისიც, რომ სასურსათო პროდუქციაზე ფასები ჯამურად თვიურ ჭრილშიც იყო გაზრდილი და ამ მიმართულებით მატებამ თითქმის 3% შეადგინა. თუმცა თუ შეგიძლია რომ გითხრა ასევე რა პროდუქცია და მომსახურება გაიებდა წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად იანვარში? დიახ, ანუკა, რაც შეეხება წლიურად ყველაზე მეტად გაიაფებულ საქონელს, მათ შორის ასევე შევხვდებით რიგ სასურსათო პროდუქციას, როგორც ვხედავთ საქსტატის თანახმად, მაგალითად მწვანილზე წლიურად ფასი არის 38%-ით შემცირებული, ასევე გაიაფებულ პროდუქციას შორის არის ბადრიჯანი, კომბოსტო და ისეთ პროდუქციასაც შევხვდებით, მაგალითად საყოფაცხოვრებას, როგორიც არის მაცივარი და კომპიუტერის გადასახდელი თანხაც. აღსანიშნავია ისიც, რომ სამომხმარებლო პროდუქციაზე, მათ შორის სურსათზე ფასების შემცირების მიზნით ქართულმა ოცნებამ ეგრეთ წოდებული ფასების კომისია შექმნა, რომლის წევრებიც გასულ კვირებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რიტეილ სექტორს მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, ასევე ფარმა ბიზნეს და ნავთობ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. უკვე მიმდინარე კვირაში კი ფასების საკითხზე კომისია პარლამენტში დაიწყებს მუშაობას. აქვე გეტყვით იმასაც, რომ საქართველოში წლიური ინფლაცია უკვე თითქმის 1 წელია ეროვნული ბანკის სამიზნეს 3%-იან მაჩვენებელს აღემატება. მადლობა, ნუცა, რა გაძვირდა და გაიებდა საქართველოში, ნუცა შუბაშვილმა გაგვაცნო.